Ყოველთვის მოგესალმები სასწავლო ცენტრიდან, ხო? გვახსოვს კანალიზაციების მონტაჟი ერთია. ტესტირება მეორეა. აუცილებელი არის ტესტირება, ხო? როგორია, რომ საცხა რაცხა არაფერს არ გააპარებს, ხო? ჭყალებში 50-60-დან, რა ვიცი, ისეთი სტაჟებით წერთ ხოლმე გამოცდილებითო მინიმუმ 100 წელს უნდა იყოთ მაშინ. პენსიონერებიც არ აღვობენ. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები უნდა იყოთ მინიმუმ. ამიტომ მოიძებთ რა მარკებს. 25 წლიანი გამოცდილებით და აი და ჰუი, ხო? 1 წლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება იმისთვის, თუ გააქვთ განათლება მიღებული, ჩამოყალიბო არსებული სფერო. 25 წლიანი მინიმუმ პროფესორები უნდა იყოთ. დისერტაციას დასწრული უნდა ქონეთ და მედლები ჩამოგიდებული. მეორე მსოფლიო ომის არ დაგავიწყეთ კიდე. გვერდზე იქ უნდა ქონეთ, ხო? ორდენი, ხო? ლენინის და სტალინის და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ტესტირებას განახორციელებთ ასეთი სახით, ქვემოთ ამასაც დაგანახავთ ახლა პრინციპში ქვემოთ გახსოვს, რომ ჭერში როცა არის საწყობილი მილები და ამ შესაბამისობაში რაც შეიძლება მაქსიმალური მოხდეს და ამასობაში ეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ იქ 10 ლიტრი წყალი ერთი პორციით ვერ ჩავა ვინაიდან ეგ წოდებული შენსები, ხო, ბაჩოკი ინსტალაციის არის 4-5 ლიტრიანი მაქსიმუმ ამ შესაბამისობაში პროფეს, ხო, ეგ წოდებული ჩასაშენებელი ინსტალაციის, ეგ წოდებული წყლის რეზერვუარი ბაჩოკი, ხო? ჩვენაზე პრინციპში იქ არის 4 ლიტრა წყალი, 4 ლიტრა წყალი ამასობაში. მოვიდეთ ახლა ეს დებეტი, ხო, ერთიანი ჩასვლის შემთხვევაში, აი ეს პატივცემული გვახსოვს, ხო, რისთვის არის იქ დამონტაჟებული, ეგეც დავტესტოთ, ხო, ამ შესაბამისობაში არის თუ არა გამართლებული. იმიტომ რომ არ მოხდეს ეგ წოდებული ჰიდროზატორის მოგლეჯვა, ჩვენაზე რო აგიხსნათ ეს ნიშნავს იმას, რომ აი ერთი ცალი ტრაპი იქნება, აქ მეორე ტრაპი იქნება. ეს ტრაპის გახსნილი არის ვინაიდან საშხაპის ზონისაა და ისიც გახსნილი ტრაპია საგანგაშო. ამიტომ ზუსტად იქ, როცა არის მithumetes კლაპნის მიღება და კლაპნის გარეშე წყლით შევსებული ეგ წოდებული ჰიდროზატორი ამას ქვია. წყლის შევსებული რომ სუნი არ წამოვიდეს, მაგრამ ყოველთვის მოხმარებაში უნდა იყოს, ვინაიდან მას აქვს თვისება ამოშრობის, ხო, ფიზიკის კანონებს აქაც ვერ შევცვლით. ამიტომ დაცული როცა უნდა ვიყოთ და ამასობაში უნდა ვიყოთ, იქ სადაც უკვე არ გვიძლება საშუალება რომ ჰაერი მოცულობისი ავიღოთ. იქით ამ მხარეს, მეორე მხარეს ეს არის მარცხენა მხარე, გვახსოვს ხო? მარჯვენა მხარეზე გვექნება საერთო სავენტილიაციო ეგ წოდებული ფანური მილი, ეს ნიშნავს უკვე საერთო ეგ წოდებული ვერტიკალის თლიან ხარჯზე ვენტილაციას. ამ შესაბამისობაში მეორე სართულზე არის, ეს არის მეორე სართული, ფაქტიური მესამე სართული არის ვინაიდან პირველი, მეორე და მესამე სართულზე მიმყოფებით, სამი სართულიდან, ანუ ამის ქვემოთ მსხვილი წერტილი აღარ აგვაქვს, ვინაიდან საერთო, კი ბატონო, საერთო მიმღების ჭერი არის ზუსტად ის ამ მსხვილი წერტილის ქვემოთ და ჩავდივართ ქვემოთ იქაც იქნება პასიური ხელსაბარი და პირდაპირ გასვლა ხორციელდება. ამიტომ გვეძლება საშუალება, რომ გამოთვლები უნდა ვიცოდეთ, ხო, ამ შესაბამისობაში კიდევ ერთი ვიზახი, ერთი მსხვილი წერტილი, მეორე მსხვილი წერტილი, ანუ ვანა პლუს უბრალოდ კი ბატონო, მსხვილი წერტილი პლუს მსხვილი წერტილი, რა შეიძლება მოხდეს? კანალიზაცია, ხო? დაჭერა ერთდროულად ვიზახი, ხო? ამის ალბათობა, რომ ცალსაკე საერთოდ პრინციპში გახორციელდეს, ხო? წყლის ვერტიკალში მოხვედრა საერთოდ არ ჭირდება, ხო? ეგრეთ წოდებული ვენტილირება. ამ შესაბამისობაში მოცულობის აღება ეს ვენტილირება არაა, მოცულობის აღება ვინაიდან ის მოცულობა უნდა იყოს, რომ კიდევ ერთი ვიზახი ეგრეთ წოდებული ჰიდროზატორები არ მოგვიგლიჯოს. ამ შესაბამისობაში ეს გათვალისწინებული არის, ვინაიდან შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ მიღმა სტუმარი მოგვივიდა ამასობაში შხაპს იღებს, ჩვენ შემოვიდეთ დროზე დავჯექით. მოხდა ერთდროულად ვინაიდან იქ უკვე აი ზუსტად ეგ ტესტირება იქნება. ჩავიდა პასიურად უკვე 50 მილში წყალი ჩადის, ვინაიდან ხელებს ვიბანთ და ამ შესაბამისობაში ან შხაპს ვიღებთ, ამ მნიშვნელობა აქვს 50 მილი მაინც არ იცვლება, იქაც და იქაც ერთდროულად მეტი იქ მაინც ვერ გაივლის, ხო? ამ შესაბამისობაში გვექნება, თაუშა თუ არის ტროპიკული, დიდი სხვაობა არ იქნება 12, 13, 14 ליטრა წუთში. ამ შესაბამისობაში გვექნება 5-7 მეტი არ ვჭირდება ხელსაბარინა და მაგითო. აქტიური გჭირდება საშხაპეში, მაგრამ 50 მილია ხა. აქ დავტესტავ მე თუ აქ დავტესტავ, თქვენთვის არაფერი არ შეიცვალა, ვინაიდან 50 მილში ერთი პორცია, ხო, 5 ლიტრა არ ჩავა, ამას გულისხმობ მე. და იქაც ზუსტად არსებულ კანალიზაციის, ხო, ტრონის ეგრეთ წოდებულ ვერტიკალში 10 ლიტრაც ვერ ჩავა ერთი პორციით, ამასობაში 2, ხო, ორმაგ გადამეტება არის. ანუ 5 + 5 ამ შესაბამისობაში გამოდის. 5 არ წავა ეს ეგრეთ წოდებული ბაჩოკი. 4 ლიტრა ამასობაში 1 ლიტრა კიდე მიუმატოთ, ამასობაში 5 + 5, ანუ 10 ლიტრას გავუშვებთ ამ შესაბამისობაში. ტესტირება ასეთ სახით განხორციელდება ხა ამ პატივცემულ 10 ლიტრიანს. ჩაუშვებ აი იქ, ხო, ეგრეთ ერთი პორცია და დავაყოლებ 5 ლიტრიანს. ამასობაში განხორციელებთ გასვლას, მომიხერხება ტელეფონით ვიღებ უკაცრავად ამ პროცესებს და ამ შესაბამისობაში დავდებ ისე რომ გამოჩნდეს ეს რაკურსები და ამასაც ვიხილავთ, ხო, რატომაც არა. ყველაფერი, ხო, რაც ითქმება ჩვენ სფეროში, ის ყოველთვის სამაშენდება პრინციპში დასტული. რასაც ვაკეთებთ ამასობაში და სანამ ვაკეთებთ, ის უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ. აი, წავიდა ტესტირება, ხო? რასაც ვიზახთ. წავიდა. და აი, ერთდროულად
აკუჩი ბეჟნევი და ოქნიხინი. აი ეს ხო, სამოდგენ. ეს 5 წელი უკვე გაიცალა და ის მიყვება. ეს დროულად. დასტური იმის აპრიციშევა. ახორციელდება არაფერი, ეს არის ერთდროულად გატარიანება. ამას უყურს წარმოიდგინეთ, ხო? წუთში ამ შესაბამისობაში ესე იგი, წუთში, იმიტომ რომ წყლის სიჩქარე რო გადავიყვანოთ ამ შესაბამისობაში პრინციპში და განახორციელოთ მოცულობითი გამოთვლები, ეს იქნება 5, ხო, არ შეგვიძლია 5 + 10, 15 ლიტრა. 15 ლიტრა ამ შემთხვევაში, ხო, წამიარდეს წუთშიც არაა, ხო? ვინაიდან წუთში 15 ლიტრა დროის ხანგრძლივობა არის. ეს გამოდის რაღაც პრინციპში ფაქტიურად 5 წამში ჩაიცალა, ანუ 5 წამში გამტარენობა ამ შესაბამისობაში გვაქვს 15 ლიტრა. ისე რომ აი ეს აღება ამ შესაბამისობაში არც განხორციელდა, მაგრამ ეს გათვლილი არის იმისთვის კიდევ ჯერ ვიზახი რომ მოხდეს ამ ეს შემთხვევაც უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, პრინციპში რომ ავის ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ხო? ტრონი ამ შესაბამისობაში შეიძლება ტრაპიც გამოყენებადი იყოს, საშყაპი იქნება თუ ხელსაბანი და მიღმაც ამ შესაბამისობაში დაემთხოს. მაშინ გვექნება ზუსტად ეს შემთხვევა 5-ის არა, მაგრამ იყოს 5 + 5 იქით ამხარეს 10 და +5 ლიტრა განაწილებაზე პასიურად უკვე 50-იანზე, ეს საკმარისი იქნება. დასტური იმისა, ეხლა ეს არსებული 15 ლიტრას გავატარეთ, თავარი ისაა რომ ქვემოთ, ხო? ის მასა ბოდიში მომითხოვია და თავზე არ დაგვეცეს. ამიტომ ესეც შევამოწმოთ გასწო ეგრევე, ხო? რო იტყვია მობილურად და ყველაფერი ფაქტიურად მობილურად. ამაზე მეკითხებოდნენ სხვადასხვა ხო შეკითხვა დაისვა, რატო არის აუცილებელია ზუსტად აი ეს ფრაგმენტის, ვინაიდან აქ იქნება იატაკის გათხოვა. სტიაშკა რო დაისხმება, გარეთ მხრიდან უნდა იყოს ზუსტად აი ეს ამას ქვია, ხო? გარეთ ეხა წერტილის რო არ განხორციელდეს, ხო, ცივი ზონა იქნება გარეთ, ცივი ზონაა ფაქტიურად, ფიზიკურადაც და ფაქტიურადაც შიგნით არ შემოვიტანოთ. და ტყილი არ გავათბოთ, იმიტომ რომ ხო, ბეტონი ინერციულია და ეხა ქვემოთ ძირში არაფერს არ გაატაროს, ვინაიდან საფენი გვექნება და ზემოდან როცა არის შეკრული, სითბოს გატარიანება არ გაუჭირდება, ვინაიდან იქნება დანაკარგი. ამიტომ ზუსტად ხდება ამ წერტილის ეგრეთ წოდებული, ხო, გარდატეხის წერტილის ჩამოყალიბება. აი ამ სექტორზე იყო ჩემო პატივსემულებო საუბარი, აი ზუსტად ამაზე. ერთდროულად განხორციელებულში, ამასობაში. ამ შემთხვევაში, აი აქ იყო ეხა განხორციელდა, აი აქედან ჩამოშვება 1 და აი დამატებითი, აი ეს. ეს არის ეხა აქედან ჩამოშვებული. კიდევ ჯერ ვიზახი 10 ლიტრა +5 ლიტრა, ხო? ამ ხელა შეკრაში ხო წარმოიდგინეთ პირდაპირ მით უმეტეს უერთდება და შევსებაში, მაგრამ ვერტიკალში ჩამოშვებული. აი ესეთი სახითაც უნდა გქონდეს. ეხლა ის მიზეულად ცოტა პრიცელის მიღმა, ხო? აი ეს პატარა სისველი, ეს რაც არის, ეს არის მიღმა ამას ქვია, როცა სტიაშკა დაისხმება და უკვე კანალიზაცია ამოიქოლება, ხო? კანალიზაცია ამოიქოლება, ამაზე საუბარი. ჰიდროიზოლაცია ყველა ვარიანტში უკეთებთ, ქაფით ამოსება, საკმარისი არა, ვინაიდან ქაფი წყალს არ იჭერს და ვერ ჭერს და ვერ დაიჭერებს, ეს წყლის გამტარიანი არის. წყალს ვერასოდეს ვერ დაიჭერს, ეს გიროსკოპიულია და მაგიტომ. ამიტომ ის არის უბრალოდ ფიქსირებადი, მაგიტომ მას ქვია სამონტაჟო ქაფი. ამიტომ ჰიდროიზოლაცია და სტიაშკა ამ შესაბამისობაში, მაგრამ მიღმა, ხო? აქედანაც ხო ტესტირება განხორციელებული და ასეთი სახით ვახორციელებთ კანალიზაციის ზუსტად პრინციპში ამ მაგისტრალების ტესტირებას აქტიურ ფაზაში. აქტიური ფაზა ამაზე მეტი რა უნდა იყოს, ხო? კიდევ ჯერ ვიზახი ვიმეორე 10 ლიტრა ერთდროულად, ხო? წამში გაერთიანებული, ანუ ნახევარი წამის არ ჭირდება პრინციპში, აი იქიდან მოსულმა მით უმეტეს პორცია 5 ლიტრა წყალს, რომ ეგრევე გაერთიანება განახორციელოს ზუსტად აქედან ჩამოსულ 10 ლიტრიანზე. ანუ ჯამში აი ამ მონაკვეთიდან უკვე 15 ლიტრა წავიდა კანალიზაციის ეგრეთ წოდებულ ვერტიკალში, რომელიც ჩადის, ხო, ამასაც გავყიდეთ რა პრობლემა არის. არაფერი არ მეზავება და არაფერი არ მით უმეტეს არ მეთაკილება. ორს ვიზახი მე მონტაჟების მეუნები და კიდევ ჯერ გავიმეორე ჯერ, კიდევ ჯერ დიდება სალამიო ობიექტებიდანო, იმას ასაც ვაკეთებთ, ის ყოველთვის უნდა გავაშუქოთ, ხო? ამაში არაფერი არაა ისეთი, ვინ აკეთებთ, იმის არსა გამარტება უნდა შეგვიწვოს. აი ზუსტად ეს არის, ხო? ამ სექტორში აქ იქნება წყალმარაგების ვინმე და აქ იქნება ორი ეგრეთ წოდებული უჟანგავი, ხო? აი ეს 304-იანი, 304-იანი მინუს 314-იანი მაქსიმუმ ეგრეთ წოდებული პიშოვია, ხო? წყალმომარაგებაში გამოყენებადი უჟანგავი რეზერვუარებით წყალი 1 ტონა პლუს ტონა სხვანაირად შემოგვეტევა რადიუსი არ მოგცემს საშუალებას, ამიტომ 2 ტონა გვექნება წყლის რეზერვაცია, ეს იქნება სათავსო ოთახი, წყალმარაგების насоси გვექნება, პასიური ეგრეთ წოდებული მიზევარი ხელსაბარი ვინაიდან მომისახურეთ ყველაფერი, ხო? ამ შესაბამისობაში არ უნდა გავიქცეთ. ო საერთო სუერტეთში
სააბაზანოში, ხო, ხელსაბანი ახლოშივეც უნდა ქონდეს, ადგილზევე უნდა ქონდეს მოსახურების შესაბამისად. ისევე როგორც საკვაფეში. საკვაფეში იგივენად გვექნება, აი, ხო, ეს გამოსული, ზუსტად დაერთებული იქნა ჩამოდის ეს არსებული ვერტიკალი და დაერთებული და გადის უკვე მიღმა, იქ უკვე ერთდება 160-იანი მილი და 160-იანი მილი. მიდის იქ გვაქვს სარევიზიო გარე დატოვებული და სარევიზიო და უკვე ჩადის მთავარ საკანალიზაციო ეგრეთ წოდებულ რეზერვუარში. ხო, მიმღებ ბუნკერში, ასე ვიტყოდი მე, მიმღებ გამანაწილებელ ბუნკერში, ვინაიდან ორი მხარეა. არ გვაიწყება ხო მარჯვენა, მარცხენა ერთდება საერთო ბუნკერში და იმ უკერიდან უკვე მე საერთო საკანალიზაციო მიმართულებაში მიბრძანდება წყალი ჩვენს მიღმა. ესეთი სახით, ხო, როგორც ყოველთვის, მინი გაკვეთილებით, მინი ჩართებით, კეთილება პატივისცემით და მომავალ შეხვედრამდე.